მოგესალმებით თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას მაესტროს ახალ ამბებს 6 საათზე სტუდიაში მაკაცინცაძე იწყებს მუშაობას. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ოფიციალური რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. მათი განმარტებით ბოლო წლები ოფიციალური კრემლისგან მხოლოდ ბრალდებები ისმის, თუმცა მათი განმარტებით არაერთი ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნა არსებობს იმის დასტურად, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ეთნოწმენდა სწორედ რუსეთის მიერ განხორციელდა და როდესაც ჰააგის სასამართლოში რუსეთს საკუთარი ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვეს, მათ არაფერი აღმოაჩნდათ. ოთხი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ქართველი სამხედროების, ქართული მხარის დანაშაულებრივი ქმედებების არგუმენტების მოპოვებას და ეს ვერ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, რომ არც აი ამ ახალ დასკვნაში არ არის არაფერი ისეთი, რომელიც ხელსასახები იყოს. უბრალოდ ეს პანიკური განცხადებები უკანასკნელ დღეებში, როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერის, ისე სხვადასხვა მაღალჩინოსნების მიგვითითებს იმაზე, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ იზრდება, ხოლო რუსეთის პოზიციები სუსტდება ყველგან. ნატო, კაიროს ასამბლეა, ევროკავშირი, ეუთო, სხვადასხვა ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ბევრი სახელმწიფო საუბრობს, რომ აქ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა უპირატესად ქართველების ეთნოწმენდა. გარდა ამისა, ჩვენი საკითხები გადატანილი გვაქვს საერთაშორისო სასამართლოებში. ეს არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლო და სტრასბურგის სასამართლო. რუსებს აქ პასუხი არ აქვთ და ცხადია ეს გამოძიება შემდგომ დამთავრდება ისე, როგორც რა დასკვნებიც არსებობს და რუსეთს მოუწევს აქ ჩადენილი დანაშაულის გამო არა მარტო დეოკუპაციის დაწყება, არამედ კომპენსაციის გადახდა. შენ თვალში დირეს ვერ ავჩნე და სხვის თვალში ბეწვს ეწებ. ესე შემიძლია მე გავაკეთო ამის კომენტირება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს იმ ქვეყნის პოლიტიკური ძალებისგან აი ამ თემაზე საუბარი, რომლის სამხედრო კონტინგენტი დღეს ქართულ მიწას ფეხქვეშდელავს, ვის რა პასუხს მოთხოვთ? ჩვენ მაღალჩინოსნებს, დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული სხვა მაღალჩინოსნებით, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, ჩვენი მართლმსაჯულების გადასაწყვეტი და ამ საქმეს თუ ეს მისახედია და მისახედი გახდება როდისმე მიხედავთ ჩვენ. მე არ მინახავს თვითონ დასკვნა თავიდან ბოლომდე მე ვნახე მხოლოდ საინფორმაციო რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან გაუჭირდება ამ დასკვნის ავტორს რაიმე აზრიანი დასაბუთებული არგუმენტი მოიტანოს იმის შესახებ, რომ რუს სამხედროებს აგვისტოს ომის დროს თურმე არც ერთი უკანონო ქმედება არ ჩაუდენიათ და თურმე არც სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ. გარწმუნებთ, რომ მე პირადად ერთ ადამიანს წინახიდაშელს იცის ეს საზოგადოებამ მაქვს დაახლოებით 6000-მდე მტკიცებულება წარდგენილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორედ რუსის სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აგვისტოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების, ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულების შესახებ. და როდესაც საქართველოს ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს, რომ ქართველებმა ჩაიდინეს დანაშაულიო, მათი ესეთი ხელის გამოშვერა ცოტა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თავად საკუთარ დანაშაულებზე, რომ აიღოთ პასუხისგებლობა და დაესაჯათ ის ხალხი. მოსკოვი რუსეთს საქართველოს ომში რუსის სამხედროების მიერ დანაშაულის ჩადენას უარყოფს. როგორც RIA Novosti ეუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მარგინმა განაცხადა. მისი განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას დაუსაბუთებლად ადანაშაულებს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში შეერაღებული კონფლიქტისას რუსის სამხედროების მიერ თითქოს და ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურად გამოძიებაში და ქართული მხარის მტკიცებულებები მისი განმარტებით რეალობას არ შეესაბამება. მარგინმა ასევე აღნიშნა, რომ მოწმის სახით ქართულ სამხედროებს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურ ქართველებს რუსის სამხედრო მოსამსახურების მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ არ განუცხადებიათ. საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა კი რუსულ მხარეს სამართლებრივ დახმარებაზე უარი მოგონილი მიზეზით უთხრეს. ამავე დროს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი 2009 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებას აგრძელებს და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გამოძიების მსვლელობისას მიღებულია მტკიცებულებები ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთში პიროვნების მშვიდობისა და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულებში საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მონაწილეობის შესახებ, თუმცა უწყება ასევე აღნიშნავს, რომ უცხოეთის იურისდიქციისგან სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვის იმუნიტეტის გამო ამ პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება და დამნაშავების დასაშელად საერთაშორისო სისხლის სამართლის იუსტიციის ინსტიტუტების ამოქმედებას ცდილობს. კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან 2011 წლამდე ამ უწყებაში შევიდა სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის საჩივრების შეიარაღებული კონფლიქტისას რუსის სამხედროების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის შესახებ და ყველა მიმართვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოწმდება. კომიტეტის ინფორმაციით დამატებითი მასალის მიღების მიზნით საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს 5 მიმართვა გაუგზავნა, თუმცა არც ერთ მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ. დიმიტრი მედვედევის განცხადებას აგვისტოს ომის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსი ხალხისთვის გამიზნულ მუქარას უწოდებენ. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის განმარტებით ასეთი ტექსტებით მოსკოვი ვერც საქართველოს ხელისუფლებას შეაშინებს და ვერც მსოფლიოს დააჯერებს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. შოთა მალაშქეეს განმარტებით საერთაშორისო საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული და მედვედევისა და პუტინის განცხადებები მხოლოდ რუსეთში დაწყებული საპროტესტო ტალღის შეჩერებას ემსახურება, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის მთავრობა ამას ვერ მოახერხებს. ეს მაინც უფრო ჭირდება ჩიდა მოხმარებისთვის, იმიტომ რომ სოფლიო კარგად აქვს გაცნობიერებული მათი შესაძლებლობები, ის სოფლიოში არ არსებობს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ახლა ნატოს, ევროპას, ამერიკას, ჩინეთს, საქართველოს ყველას ერთად ეს ორი ჯუჯა ვერ მოუგებს, ეს ცხადია და ეს საბჭოთა კავშირის ამბიციების მდგომარეობაც მათ არ აქვთ. მათ ეშლება თავიანთი ქვეყანა თავზე ვერ აკონტროლებენ ჩრდილო კავკასიას, თათარისტანს, სიბირს და ციმბირს და ასე შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტი აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას არა ქართველებს, არამედ მის ლიდერს აკისრებს. დიმიტრი მედვედევი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე სამხედროები აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმის აგვისტო 8 შემოქმედებით ჯგუფს შეხვდნენ და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მედვედევის განმარტებით იმის და მიუხედავად, რომ უცხოური მედია რუსეთის მხრიდან დაუცველ სახელმწიფოზე თავდასხმის შესახებ საუბრობდა, ყველა მიცის ვინ იყო აგრესორი და ვინ დაიწყო თავდასხმა. სწორედ ამიტომ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს ფილმი სიმართლის ჩვენების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ფიქრობ სცენას, სადაც ჩვენს გმირს ქართველი ჯარისკაცი გადაარჩენს, აბსოლუტურად სწორი აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა. აგვისტო 8 როგორც სოციალური პროექტი რუსეთის სახელმწიფო ფონდმა დააფინანსა, ფილმის ბიუჯეტი 16 მილიონი დოლარია. აზერბაიჯანში კი მის ჩვენებაზე 2 კინოთეატრმა უარი განაცხადა. Когда ехал сюда к вам, როდესაც თქვენთან მოვდიოდი, გამახსენდა იმ პერიოდის მოვლენები. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როგორც ძალიან ტრაგიკული და ამავდროულად რუსეთის სამხედრო ისტორიაში დიდი გამარჯვებით დასრულებული მოვლენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ მოვლენებს ვუბრუნდებით. ეს ყველა ჩვენი მოქალაქესთვისაა საჭირო. ასევე იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები აღარასდროს განმეორდეს. თუმცა თუ ეს მაინც მოხდება, მაშინ პასუხი ისეთივე მტკიცე და ეფექტური იქნება, როგორც მასშტაბით, ასევე თავისი შედეგებითაც. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალაჯიევა კი პირობას დებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ჩვენი ამომრჩეველი რომ არა, რომლებმაც მე მომცეს ხმა, შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიმეყო, მაგრამ მე მათ ვერ მივატოვებ და ამიტომაც არავითარ პოლიტიკურ თავშესაფარს მე არ მოვითხოვ. მჯერა რომ რუსეთში არის ჯანსაღი ძალები, რომლებიც შეძლებენ სიტუაციის სწორ კალაპოტში დაბრუნებას აცხადებს ჯიევა და კვლავ მისდამი განხორციელებულ უწყლად ზეწოლაზე საუბრობს. ჩემ პალატასთან კლავინდებურად მორიგეობს შეიარაღებული ხალხი, მე არ ვიცი თუ რა მიზნით არიან ისინი აქ. მე ვერ გავიგე ისინი მე მიცავენ თუ მე გაფრენას ვაპირებ მეხუთე სართულიდან და არც არავინ არ მიხსნის თუ რის საფუძველზე იმყოფებიან ისინი საავადმყოფოში აცხადებს ალაჯიევა. ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით კი არსებობს ძალები, რომლითაც მართვად და დაქვემდებარებული პრეზიდენტი სჭირდებათ. ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა გუშინ აფსნი პრესთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი არ უნდა გადაიქცეს ქვეყნად, სადაც კრიმინალური, ექსტრემისტული დაჯგუფებები და მათთან დაახლოებული პოლიტიკური წრეები წესრიგის დარღვევას შეძლებენ. ანქვაბი იზიარებს აფხაზეთის იმ მოქალაქეების მოსაზრებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტზე შეტევა და ვითარების შიგნიდან დესტაბილიზაციის მცდელობა იყო. მისი განმარტებით, ამ ტიპის
დანაშაულები და ტერაქტები კარგად ანაზღაურდება. ამისთვის საჭირო თანხაკი შეძლებულ ხალხს ან დაჯგუფებებს მაფიოზურ კრიმინალურ სტრუქტურებს შეიძლება ჰქონდეს. ანკვაბის აზრით დანაშაულთან ბრძოლის გეგმები კი დროის და მოსახლეობის უმეტესობის მოთხოვნაა და პირობას დებს, რომ იბრძოლებს მათ წინააღმდეგ მისი სურვილით აფხაზეთის დემოკრატიული სამართლებრივი ცივილიზებული სახელმწიფოს განვითარების და გაძლიერების გზიდან გადახვევა იქნება. შეგახსენებთ 23 თებერვალს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების და ექსპერტების ჯგუფი სოხუმში ჩავიდა, რათა აფხაზ სამართალდამცავებს ანკვაბზე თავდასხმის გამოძიებაში დაეხმარონ. ალექსანდრე ანკვაბის პირადი დაცვის წევრი კი, რომელიც 2 დღის წინ ტერაქტისას დაიჭრა, კვლავ კომაშია. ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი სამხედროები კი სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს. 3 მათგანი სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია 22 თებერვალს გავრცელა, რომლის მიხედვითაც კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალებებთან შეტაკებისას გარდაიცვალნენ. 3 მათგანი მესამე ქვეითი ბრიგადის 31 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში აისაფის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ავღანეთში 2009 წლის 20 ნოემბრის შემდეგ, რაც საქართველოს ნატოს აისაფის მისია შეუერთდა, 15-მდე ქართული ჯარისკაცი დაიღუპა. შეგახსენებთ, 2011 წლის დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას ავღანეთში ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის თაობაზე, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართულ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე აისაფის ოპერაციაში. კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ, რაც 759 სამხედრო შეადგენს, საქართველო გახდება ნატოს არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი 1685 სამხედრო ეყოლება ავღანეთში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში 3 ქართველი სამხედროს დაღუპვასთან დაკავშირებით წუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ტერორისტული აქტის გამო. შეგახსენებთ, ქართველი ჯარისკაცები კაპრალი ვალიკო ბერაია, კაპრალი რუსლან მელაძე და ასევე კაპრალი პაატა კაჭარავა ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო ამოცანების შესრულებისას 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალებებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი კი, რომელიც ქართული სამხედროების გარდაცვალების რამდენიმე დღის წინ პრესაში გამოეხმაურა და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, დღეს განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მისთვის როგორც ერთი ქართული ადამიანისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტისთვის განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული იყო ქართული ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი და ინფორმაციის მიღებისთანავე გაკეთებული შეფასებაც სწორედ ამ ემოციური ფონით იყო განპირობებული. განცხადების ბოლოს სესიაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას განეკუთვნებოდა და არამც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს. მისი განმარტებით, საქართველოს შეერაღებული ძალები ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეერაღებულ დანაყოფებთან ერთად ავღანეთში. შეგახსენებთ, რომ გაზეთ რეზონანსთან საუბრისას ექსპერტი საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ შესაძლოა სამხედროები მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტთან დაკავშირებით მოწყობილ სპეცოპერაციის მსხვერპლი ყოფილიყვნენ. კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვალი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს იკვლევს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ჟურნალ National Interest-ის ვებგვერდზე სტატიას აქვეყნებს. დე ვალი სამ მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს, რომლებიც პრეზიდენტებმა განიხილეს. ესენია: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და საქართველოს შიდა პოლიტიკა. მისი განმარტებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დე ვალი წერს, რომ როგორც წესი ამერიკის შეერთებული შტატები არც ცდილობს სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევას, თუმცა საქართველოს სხვა შემთხვევა და ამ კუთხით სტატიაში სააკაშვილის დილემას განიხილავს. მისი აზრით, საქართველოში ნომერ პირველ პოლიტიკური საკითხი სააკაშვილის პირადი განზრახვა, მას შემდეგ რაც სააკაშვილს შემდეგ წელს საპრეზიდენტო ვადა დაუმთავრდება, ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის ძლიერ პოზიციას ქმნის. ლეგალურად სააკაშვილს აქვს უფლება დაიკავოს ეს თანამდებობა, თუმცა მან ეს გააკეთა საზღვარგარეთ მისი რეპუტაცია შეილახება. ის ყურადღებას შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ობამას მიერ ნათქვამ ფრაზაზეც ამახვილებს ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა, რომელიც უნდა მოხდეს საქართველოში, გაამყარებს იმ რეფორმებს, რომელიც უკვე გატარებულია. დე ვალის აზრით, ამ ფრაზით სააკაშვილს უთხრეს ვაშინგტონი ელის, რომ იგი არ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თუ ეს ასე იყო, იგი სააკაშვილისთვის სასარგებლო რჩევა და ამან ვაშინგტონი საქართველოს შიდა პოლიტიკაში კიდევ უფრო ჩართული გახადა. საქართველოში ეს იქნება პოლიტიკურად რთული წელი და უკეთესი იქნება თუ შეერთებული შტატები, რომელიც პროცესში ნახევრად უკვე ჩართულია, სრულად ჩაერთვება და თავის
მას როგორც ჩორიდან მაყურებელს ისე არ წარმოაჩენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართული საზოგადოება უკვე ეჭვობს, რომ მათი მომავლის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ვაშინგტონში წყდება, წერს თომას დევალი. სტატიას ქართულ თარგმანს Foreign Press ავრცელებს. ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ფრაქციის თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ფრაქციისთვის რეგლამენტით გამოყოფილი 15 წუთი თავმჯდომარე და 4 დამოუკიდებელი დეპუტატი არ ისარგებლებენ და ამ დროს პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების სახელით გია ცაგარეიშვილი და ასევე ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ისარგებლებენ. ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი კი აცხადებს, რომ სურდა პრეზიდენტის მოსვლისას მის რეგიონში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა, თუმცა რადგან ფრაქციის მოთხოვნა ნახევარი საათის გამოყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, საკუთარი გამოსვლისთვის განკუთვნილ დროს ცაგარეიშვილსა და ბაღათურიას დაუთმობს. გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საკუთარი გამოსვლისას ყველა იმ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გამოიკვეთა. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ფრაქცია მხარს უჭერს საარჩევნო კოალიცია ქართული ოცნების გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს, პირადად მე ფრაქციის თავმჯდომარე უარს ვაცხადებ ჩემთვის მონიჭებული დროით სარგებლობისთვის. უარს აცხადებენ სხვა დანარჩენი დეპუტატებიც, 5 დეპუტატი, მათ შორის ბატონი კარლო კოპალიანი, რომელიც დააფიქსირებს თავის პოზიციას, ბატონი გოდერძი მარსაგიშვილი, ბატონი თამას დიასამიძე, ბატონი პეტრე მამრაძე და ჩვენ 5 დეპუტატი დელეგირებას ვაძლევთ ბატონ გია ცაგარეიშვილს, რომელიც გახლავთ წარმომადგენელი აღნიშნული კოალიციისა და სწორედ ბატონ გია ცაგარეიშვილს მიეცემა 8 წუთით სარგებლობის შესაძლებლობა, რათა გამოხატოს კოალიციის პოზიციები და შესაბამისად ფრაქციის პოზიციები მიმდინარე პოლიტიკურ დებატებზე. ხოლო 7 წუთით ისარგებლებს პარტია ქართული დასის ლიდერი ბატონი ჯონდი ბაღათურია. სურვილი მქონდა პრეზიდენტისათვის მომეხსენებია პირადად იმ პრობლემების შესახებ, რომელიც რეგიონებში არსებობს და განსაკუთრებით ჩემს რაიონში. და ვერასდროს ვერ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზების გამო და ეხლაც ესეთი პირობები შეგვიქმნეს, რომ მე ნამდვილად ესე ვადასტურებ, რომ არ მაქვს პრეტენზია ამ შემთხვევაში, რადგან ამ დროით დიდი სურვილი მაქვს, რომ ისარგებლოს კოალიცია ქართულმა ოცნებამ. სოციალური მდგომარეობა, ბიზნესში განვითარებული კატასტროფული მოვლენები, ჩემის აზრით, შეფასებული იქნება და რა თქმა უნდა, შეფასებული იქნება ის პერიპეტიები, რაც განვითარდა ქვეყანაში ბატონი ივანიშვილის პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან. დაწყებული იმითი, რომ მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, დამთავრებული იმითი, რომ ფაქტიურად ყოველდღიურად ქართული ოცნების აქტივისტებს, მათ შორის თავისუფალი დემოკრატების აქტივისტებს, რომლებიც ვართ ერთ-ერთი თანადამფუძნებლები ამ უზარმაზარი გაერთიანებისა, აკავებენ ამ ადამიანებს, შეურაცხყოფას აყენებენ მათ, უსჯიან თავისუფლების აკვეთას. ჩვენი ათობით მომხრე უკანასკნელი 3 თვის მანძილზე არის დაკავებული, განთავისუფლებული სამსახურიდან. აი ამ თემებზე ძირითადად იქნება ყურადღება გამახვილებული. სამოქალაქო ერთობის არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. დღის წესრიგის თანახმად საზოგადოებრივ დარბაზ ჯაზუში შეკრებილებმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას დებატებზე გასატანი საკითხები და ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ პრეზიდენტის მიმართ მოთხოვნა განიხილეს, ასევე იმსჯელეს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შედეგებზე და საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც დასახეს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საზოგადოების ესეთი მაღალი ნდობა, შესაბამისად მე უკვე მოვისმინე საზოგადოების მოსაზრებები და მე და ჩვენი ფრაქცია იქნება აი ამ საზოგადოების და ზოგადად ქართული საზოგადოების, ქართული ხალხის ხმა პარლამენტში დებატების დროს პრეზიდენტთან. რომ მომავალ კვირას საქართველოს პრეზიდენტი უნდა მობრძანდეს პარლამენტში, სავარაუდოდ ჩვენ შევთანხმდებით იმაზეც დღეს შეკრების დროს, რომ შევეცდებით ფრაქციის სახელით ამ ადამიანების ინტერესი გამოვხატოთ გამოსვლების დროს, გავახმაუროთ ეს აღმაშფოთებელი ეს საზარელი მოვლენები, რომელიც ვითარდებოდა გასულ წელს. მე შეგახსენებთ, რომ სწორედ გასულ წელს 26 მაისს
ბატონმა სააკაშვილმა, რომელსაც ერთი დღე არ შეუძლია სისხლის ზღვის გარეშე მართოს ეს ქვეყანა, ჩაედინა საზარელი მზაკრული დანაშაული თავისი ხალხის წინაშე, დაიხოცენ უდანაშაულო ადამიანები, ამაზეც არავის პასუხი არ უგია. სამოქალაქო საზოგადოება ხვდება საპარლამენტო ოპოზიციურ დეპუტატებს და ერთობლივად შევიმუშავებთ იმ საკითხებს, თუ რა აწუხებს საზოგადოებას და ჩვენი მოთხოვნა იქნება საზოგადოების მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის მისვლის დროს პარლამენტს იწვევან გარეშის ჩაბარების დროს თუ რა შეკითხვები და რა პრობლემებზე უნდა იყოს საუბარი და რა კითხვები უნდა დაუსვან ქვეყნის პრეზიდენტს. მოძრაობა სამართლიანი საქართველოს სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სამუშაო პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე მოძრაობა გამოვიდა ინიციატივით, რომ პოლიტიკურ პარტიებს უნდობლობა გამოეცხადებინათ კომისიისთვის, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ჩამოყალიბდა, თუმცა ვინაიდან მათ მიმართვას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გამოხმაურებია, მოძრაობამ სამართლიანი საქართველოსთვის მიიღო გადაწყვეტილება ახლა თავად ჩაერთოს კომისიის მუშაობაში. მიუხედავად ჩვენი კარდინალური განსხვავებისა იმ სუბიექტების ხელისმომწერ სუბიექტებს გულისხმობ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ რომ აღნიშნულ კომისიაში მივიღოთ მონაწილეობა სამუშაო პროცესში და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის განსაკუთრებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნები რომ ჩატარდეს სიების დაზუსტება დაახლოებით თუნდაც 10%-იანი განსხვავება იყოს. ზღვის უბნის 4 კორპუსის მესაკუთრეები ხელისუფლებისგან საკუთრების უფლების უკაცრავად დადასტურებას ითხოვენ. საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი დღეს ზღვის უბნის დასახლების დაუმთავრებელი 4 კორპუსის მესაკუთრეებს შეხვდა. მოქალაქეთა განცხადებით ეს 4 კორპუსი გვირაბმშენმა თანამშრომლების პირადი და ნაზოგი დააშენა. მათივე თქმით 1993 წელს დაუსრულებელ კორპუსებში ბინები განაწილდა, თუმცა ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ეგრეთ წოდებული ორდერები მათ დღემდე არ გადაცემიათ. მოგვიანებით კი დაუსრულებელ კორპუსებში უცხო პირები შეიჭრნენ და მათი ბინები დაიკავეს. ნახიდაშელის განცხადებით ბინების კანონიერ ფლობის შესახებ მოქალაქეებს სასამართლო გადაწყვეტილებებიც აქვს, თუმცა ამ უფლებით დღემდე ვერ სარგებლობენ. ნახიდაშელმა ჟურნალისტებს გაზეთ კვირის პალიტრის 2009 წლის ერთ-ერთი ნომერი უჩვენა, სადაც მაშინდელი გამგებელი და ამჟამად საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა ხაჩირაშვილი ბინების მესაკუთრეებს პირდებოდა, რომ 2009 წლის ბოლომდე აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაეცემოდათ. ნახიდაშელმა ნიკა ხაჩირაშვილს მოუწოდა შეხვდეს მოსახლეობას და 2009 წლის დაპირება შეასრულოს. ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ზღვის უბნის დასახლებაში ოლიმპიური სოფელი უნდა აშენდეს და მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებას ამ კორპუსებთან მიმართებაში სხვა გეგმები გააჩნია. 4 კორპუსი არის, სადაც ადამიანების ნაწილი, ოჯახების ნაწილი შესახლებულიც არის, ისინი აქ ცხოვრობენ, ამ ხალხს ყველას აქვს აი ესეთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დადასტურებულია, რომ ეს სახლები მათთვის და მათ მიერ მათი შენატანი თანხებით აშენდა და ისინი ითხოვენ საკუთრებაში გადაცემას წლების განმავლობაში. ხელისუფლებას მათი მოთხოვნა დადასტურებული აქვს მრავალჯერ, იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანს ეს ბინები საკუთრებაში აქვს უკვე გადაცემული, რითიც დადასტურებულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათი უფლების კანონიერება და ასევე მე ხელში მიჭირავს გაზეთი კვირის პალიტრის 2009 წლის ერთ-ერთი ნომერი, სადაც ბატონი ხაჩირიშვილი მაშინ აკაურობის გამგებელი ბრძანდებოდა, იგი პირდაპირ აცხადებს, რომ 2009 წლის ბოლომდე, ამ ინტერვიუში ეს პირდაპირ წერია, 2009 წლის ბოლომდე ყველას გადაეცემა კანონიერ საკუთრებაში ბინები. თუმცა უკვე 2012 წელში ვართ და ეს მოქმედება არ განხორციელებულა. ამიტომ მე მიუმართავ პირდაპირ აქედანვე თქვენი საშუალებით ბატონ ხაჩერიშვილს, მე მას პირადადაც დაველაპარაკები, რომ იქნებ შეხვდეს ამ მოსახლეობას და შეეცადოს, რომ საკუთარი დაპირება 2009 წლის დაპირება შეასრულოს. თუ ეს არ მოხდება ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში, გარწმუნებთ, რომ შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ ამ პირობას ჩვენ შევასრულებთ. ვინდა შევიდეთ ჩვენ ბინებს მიერ, შეიჭრა ვიღაცებთან და ვითხოვდით ისევ სამართლოსგან, რომ მოეწყო ეს ბინა და შევესახლებით, სამართლო ფინანსები არ გვაქვს. უთხარით ჩვენ გავაკეთეთ ჩვენ სახსრებით, ოღონდ საბუთი მოგვეცი, ფურცელი, რომ ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენია ორდერი, გამოგვიწერეთ. გავაკეთები ეს აზომვითი ნახაზები 1000 რაღაცები, მე შეცდომა მოგვივიდა რაღაცა 0.6 მეათედითო და დაღვევა ხელახლა ორჯერ გადავიხადეთ ფული და დღეს გვაქვს ეს ნახაზები რაღაცები, მაგრამ ამას იურიდიული არანაირი ძალა არ აქვს. ეს ყველა შეუძლია რომ გააკეთოს, ხო? ფაქტიურად საბუთს ვითხოვთ ჩვენ, რომ შეგვეძლოს ვიცხოვროთ ამ ბინაში. 92 წლიდან ეს ხალხი დადის და იძახის კანონეთ ჩვენი საკუთარი ჩვენს მიერ შრომით და ოფლით მოპოვებული ბინის ფართობები. მოვიგეთ სასამართლო ინსტანციები
ჩვენ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოღონდ მერია ასაჩივრებს. მერიის გასაჩივრების მოტივს ვერ ვხედავ. რატო უნდა რომ არ იქნეს ეს ხალხზე ეს ბინები, ის რაც მაგათი საკუთრება იყოს განაწილებული. შიდა ქართლში სოფელ გარეჯის მოსახლეობამ ხეხილის ბაღების გაჩეხვა დაიწყო. ადგილობრივთა განცხადებით მძიმე სოციალური ფონი და მასობრივი უმუშევრობა აიძულებს მათ და გადარჩენის ყველა ხელმისაწვდომ ხერხს მიმართონ. სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაზიფიცირების ხელმიუწვდომლობა. მოსახლეობის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ გზებზე ბუნებრივი აირი გაყვანილია, თავად სოფლის მაცხოვრებლებს ზამთარში გათბობა მაინც შეშით უწევთ. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ კი პრობლემაზე საუბარი მაესტროს გადამღებ ჯგუფთან არ ისურვა, თუმცა ბარში განაცხადა, რომ თუ სოფლის მცხოვრებნი რაიონის გამგეობას შესაბამისი განცხადებით მიმართავენ, შესაძლოა 30%-იანი თანდაფინანსების პრინციპით მათი პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდეს. თობაზე ძალიან ეს გართულებულია, რა თქმა უნდა. შეშა კი დააქვთ, მაგრამ რა უნახნას ხალხმა რომ ფინანსები არ აქვთ რაღაცა რომ შეიძინონ ახლა დადის შეშა, მაგრამ ხო 1 რიალი 100 ლარი. გადახლა ხო უნდა ხელფასები არ არის ეხლა პენსიონერები რაღაცას იმას იზავენ 100 ლარი აქვს თუ შეიძლება იმას გადადონ და იყიდონ აი ეს ახალგაზრდება ძირითადად უმუშევრები არიან აი რა რითი გინა შეიძინონ აი მოჭრიან თუთას იქ რაღაც კომში ვაშსაც კი ამოაგდებენ რომ სიცივეში არ იყვნენ ეხლა არის თვითონ რაღაც ახალი პროგრამა სიძახიან კლუბების სიძახიან რომ მილებს შეიძლება მოიტანონ მაგრამ აი ეს გაყვანა და ის სხვადასხვა პატარა წვრილი სამუშაოები მაინც 6700 ლარი ჯდება ლეიბორისტული პარტია კი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ითხოვს. ამ ინიციატივით პარტიის საპარლამენტო ჯგუფმა საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა. ლეიბორისტების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ კი 10 თებერვალს განათლების სამინისტროსთან აქციაც გამართა, რასაც გამოხმაურება არ მოხოლია. ჩვენ გადავწყვეტეთ ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო ჯგუფებისთვის თხოვნით მიგვემართა, რომ მათ შეეტანათ საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე. მოუწოდეთ საქართველოს პარლამენტს მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას, რათა ათასობით ახალგაზრდა არ დარჩეს უმაღლესი განათლების გარეშე. პრეზიდენტო სააკაშვილო, რატომ არ ინტერესდებით იმ საკითხით, რომ უმაღლესი განათლების მიღება მდიდართა პრივილეგიად არის ქცეული და ღარიბთათვის არანაირი პირობა არ არის შექმნილი. უფრო მეტიც, სწავლის საფასური არანაირად არ შეესაბამება მიღებული განათლების ხარისხს. პარლამენტარებო, თქვენი ფინანსურად უზრუნველყოფილი შვილების უკან უამრავი ახალგაზრდაა, რომელიც ეკონომიური სიდუხჭირის გამო ვერ იღებს უმაღლეს განათლებას. გულისყურით მოეკიდეთ ამ საკითხს და მხარი დაუჭირეთ ამ ინიციატივას. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოდის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის ინიციატივით, რის შესახებაც მოითხოვს ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო ჯგუფისგან და სხვა პარლამენტარებისგან მხარდაჭერას. ავტოავარია აჭარაში მსხვერპლი დასრულდა შემთხვევის შოხევის რაიონის ცენტრალურ გზაზე სოფელ ჭვალოდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი სავალი გზიდან გადავიდა და გადავარდა სამარშრუტო ტაქსში იმ დროისთვის 7 ადამიანი იმყოფებოდა ავარიისას. სამარშრუტო ტაქსის ერთი მგზავრი მდინარეში ჩავარდა. მეათე კლასელი გოგონა მოგვიანებით მაშველებმა უკვე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. გზართა ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. უცებ მანქანა გამომიშვა ხელებიდან ვერაფერი ვეღარ გავაკეთე და სხვა რავი პირდაპირ გადავარდი 5-დან 3 მოთავსებული ამჟამად სტაციონარში 2-ს გაეწია ამბულატორიული დახმარება და მდგომარეობა მათი სტაბილურია. ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში დღეს აქცია იმერეთში გაიმართა. ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში იმ ადგილას, სადაც 1924 წელს წითელი არმიისა და ნაწილებმა აჯანყების მონაწილე 500 ქართველი მატარებლის ვაგონებში უმოწყალოდ ჩაცხრილეს. დღეს 300-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის დაყოფილი გმირები, შთამომავლები და ახალგაზრდები. აქციის მონაწილებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქციაში მონაწილეობა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა ლაშა მაკაცარიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. დღეს აქ არის როგორც ჭიათურიდან ასევე ზესტაფონიდან ჩამოსული ხალხი, ახალგაზრდობა, რომელმაც უნდა შექმნას ხვალინდელი დღე, ხვალინდელი მომავალი. მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ მომავალში აქ
იმ ხალხთან ერთად, რომელიც შთამომავლობას წარმოადგენს აქ ჩაცხრებული ადამიანების, მათთან ერთად შევიმუშაოთ რაღაც ესკიზი და კულტურის სამინისტროსთან ერთად მუშაობთ, რომ მომავალში აქ აღიმართოს უფრო გრანდიოზული მემორიალი. ჩემი დედა წერეთლის ქალი იყო. ეს დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეთა შორის. ოკუპაციის კვირაულთან დაკავშირებით და რუსეთის ადმიმოწოდებით საქართველოს ოკუპაციის გარეშე პარტიის თავმჯდომარე გია თორთლაძე ტიან-შანის მთების დააპყრობას ცდილობს. პარტიის სხვა წარმომადგენლები კი ოფიციალურ მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს და დევნილების დაბრუნება დაიწყოს. ჩვენ გმობთ საქართველოში რუსეთის 1921 წლის ანექსიას და შემდეგ ოკუპაციას, იმ საშინელ წლებს, რომელიც თანსდევდა ამ ფაქტს რეპრესიების სახით და რომელსაც შეეწირა საქართველოს მოსახლეობის, მოაზროვნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დემოკრატიული პარტია მიიჩნევს, რომ ოკუპაცია ჯერაც არ არის დასრულებული, კვლავ ვიმყოფებით ოკუპაციის რეჟიმში და მოვითხოვთ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ვთხოვთ, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული რეგიონებიდან და მოვითხოვთ დაიწყოს დევნილთა დაბრუნება თავიანთ მშობლიურ კუთხეებში. ქუთაისში კი ენერგოვაუჩერების დარიგება დაიწყო. ამ შესახებ ქუთაისის მერის ადმინისტრაციულ შენობის თეთრ და დარბაზში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სოციალური მომსახურების სამსახურის დირექტორმა ირაკლი ნადარიაშვილმა და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ისაუბრეს. მისი განმარტებით პრეზიდენტის ინიციატივით ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერები საქართველოში მცხოვრებ ყველა აქტიურ აბონენტს დაურიგდება. ვაუჩერების დარიგება თბილისის შემდეგ დღეს ქუთაისში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქსა და რაიონში მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ქუთაისში მცხოვრები 52,000 აბონენტი ენერგოვაუჩერს სოციალურ სააგენტოს დახმარებით ბინაზე მიიღებს. ეს დაიწყო ენერგოვაუჩერის დარიგება ქუთაისის მასშტაბით. პირველი აბონენტი, რომელიც მიიღებს ამ დახმარებას, გახლავთ ნანობაშვილების ოჯახი, მრავალშვილიანი ოჯახი, 7 პატარა იძლება ამ ოჯახში და საკუთარ ცივი ზამთრის შემდეგ ამ ოჯახის სოციალური მდგომარეობისთვის ეს იქნება ერთგვარი შეღავათი. შეღავათი რა თქმა უნდა იქნება ერთჯერადი დახმარება ეს, თუმცა მრავალშვილიანებისთვის ეს არ არის დიდი დახმარება, მაგრამ რაცაა საერთოდ ძალიან კარგია. პროცესი გაგრძელდება 31 მარტამდე, შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში ყველა მოქალაქე, ყველა აბონენტს დაერიცხება პირად ანგარიზე თანხა 20 ლარის ოდენობით. დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხობის ენაგის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში. გურამ მისაბიშვილის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა 2012-2017 წლებში რეგიონის განვითარების გეგმაზე, რომელსაც გაეროდა საერთაშორისო ორგანიზაცია მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტების გამგეობის წარმომადგენლებმა ძირითადად ისაუბრეს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ისტორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. გუბერნატორის განცხადებით მას შემდეგ, რაც განვითარების პროექტებს სხვა მუნიციპალიტეტებიც წარმოადგენენ, შემუშავდება რეგიონის განვითარების 2012-2017 წლების პერსპექტიული გეგმა. საკუთრებული ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ეს კი მოითხოვს ძალიან დიდი სახსრების გამოძებნას. ადგილობრივი ბიუჯეტი გახლავთ ამ პროექტების განხორციელების მთავარი ფინანსური წყარო. მაგრამ პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები თავიანთი ფინანსური რესურსებით ჯერ კიდევ არ არიან იმ დონეზე, რომ ამ რესურსებით ჩვენ შევძლოთ მხოლოდ დამოუკიდებლად ამ პრიორიტეტების განხორციელება. გაეროს განვითარების პროგრამა სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა თემის მობილიზაცია, თემის მონაწილეობის გააქტიურება, ხელშეწყობა. ამ პროცესის შედეგია, ეს სამი მუნიციპალური განვითარების გეგმა. და მასში მოცემულია სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები, ეს არის ინფრასტრუქტურა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები, რომელიც და კონკრეტული პროექტების სახით არის მოცემული ამ გეგმებში. 24 თებერვალი კი გიორგი სანაიას დაბადების დღეა. ჟურნალისტი 37 იუბილესთან დაკავშირებით ოჯახის წევრები და ახლობლები მის საფლავზე შეიკრიბნენ. სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სასამართლო მკვლელობაში დამნაშავედ გრიგოლ ხურცილავას, რომელსაც თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა. მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივი დასახელდა, თუმცა სანაიას ახლობლები ამ ვერსიას დღემდე არ იზიარებენ და მკვლელობას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. გიორგი სანაია წლების განმავლობაში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მუშაობდა.
მე რა თქმა უნდა პატარა ვიყავი, როცა სამბავი მოხდა და ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ოჯახის წევრები მიყვებიან პერამეს და პერს სურათისაც ვნახულობ და ასე შემდეგ, ნუ ზოგადი წარმოდგენა რა თქმა უნდა დადებითი მექნება. რა დროც არ უნდა გავიდეს, რა დაბრკოლებებიც არ უნდა იყოს, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. დღეს ეს პოლიტიკური მკვლელობა არ არის გახსნილი, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 წელი გადის, ყველამ თითქოს ყველაფერი იცის. საზოგადოებაში მე ერთი ადამიანიც არ მინახავს ეჭვი შეეტანოს იმაში, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, მაგრამ თავარი ჩვენთვის არის ის, რომ ეს არ არის გახსნილი და მე და ჩემი ოჯახი ყველაფერს ვაკეთებთ, ისევე როგორც ამ წლების განმავლობაში, რომ ეს საქმე გაიხსნას. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2012 წლის ევროპის ერთ-ერთ პირველ საშინაო მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ 25 თებერვალს გამართავს. შეხვედრა ავჭალის სტადიონზე 14 საათზე დაიწყება და მატჩი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერით გადაიცემა. გუნდს პირველად სანაკრებო კარიერის მანძილზე დავით კაჭარავა უკაპიტნებს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ერთ-ერთ შარშანდელ გათამაშებაზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიელებს 6-ქულიანი უპირატესობით მოუგეს. ამასთან დღესვე საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია გალფს შორის სასპონსორო ხელშეკრულებაც გაფორმდა, რითიც კომპანია გალფი რაგბის კავშირის სპონსორი უკვე ოფიციალურად გახდა. მომავალ თამაშებში ახალ ტაქტიკას დავნერგავთ. ასევე გამოცდით ახალ მოთამაშეებს, რომლებმაც მომავალში ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსება უნდა დაიცვან. ასევე გუნდში იქნებიან ის მოთამაშეები, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. დენათ მნიშვნელოვანი და სერიოზული ამოცანები დგას ქართული რაგბის წინაშე შემდეგ 4 წლიან ციკლში, რომ ამას სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე და ქართული ბიზნესის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივახცევთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთმა წარმატებულმა ქართულმა კომპანიამ გალფმა გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის და ჩვენი სპონსორობის. გალფ ჯორჯიასთან როგორც კომპანია ახორციელებს ძალიან ბევრ სპონსორობას ბევრი სპორტის სახეობაში და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრიორიტეტი, რადგან ჩვენ გვინდა რომ სპორტს ხელი შეუწყოთ და სპორტის განვითარება შეუწყოთ ხელი. რა რესურსები ჩვენ გვაქვს ფინანსური მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სპორტს გვერდში დაუდგეთ.